პეკინური იხვი. კერძი, რომლითაც მთელი ჩინეთი ამაყობს. ამ ვიდეოში გაჩვენებს თუ როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხრაშუნა კერძი, პეკინური იხვი. ნახოთ მართლაც ასეთი კარგია, როგორც ამბობენ თუ არა. ჩინეთში თუ მოგზაურობთ, პეკინური იხვი ის ნომერ პირველი ცნობილი და უძველესი კერძია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო. მეც მოვიძიე ინფორმაცია თუ სად ამზადებენ გემრიელ იხვს და ვეწვიე ერთ-ერთ რესტორანს. აი ასეთი მყუდრო და ავთენტური გარემოა. ესეც მენიუ. ჩვენი პეკინური იხვი 168 იუანი ღირს, რომელიც დაახლოებით $24. არ ვიცი რამ ხელა პორციას მოიტანდნენ, ასე რომ კიდევ შევუკვეთე აი ეს კერძი. ნახოთ რას მოიტანენ. აი ასეთი საყვარელი სერვირება აქვთ. სანამ კერძს მოიტანდნენ, ყველას ცხელი წყალი ჩამოგვისხეს ჭიქებში. შეკვეთას და ენის ბარიერს, რაც შეეხება კომუნიკაციას Google Translate-ის საშუალებით ვახდენდით. ძალიან ყურადღებიანები არიან, აქვე აღნიშნა. ესეც ჩვენი შეფმძარეული. ასე ჩვენს თვალწინ მოაქვთ შებრაწული იხვი და გიმზადებენ. როგორც უკვე გითხარით, პეკინური იხვი ჩინური კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კერძია, რომელიც უნიკალური მომზადების ტექნიკითა და გემოთი გამოირჩევა. პეკინური იხვის ისტორია 600 წელზე მეტ სითვლის და მისი წარმოშობა იუანის დინასტიის დროს იწყება. ის თავდაპირველად მხოლოდ იმპერატორის სასახლეში მზადდებოდა. მოგვიანებით კი არისტოკრატიულ წრეებშიც გავრცელდა. დროთა განმავლობაში კერძი გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის და პეკინის სიმბოლოდ იქცა. პეკინური იხვის მომზადება განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. იხვი სპეციალურად იზრდება და იკვებება, რათა მისი ხორცი და კანიც განსაკუთრებული ხარისხის იყოს. იხვი კი სპეციალურ ღუმელში თანაბრად იწვება და ასე კანი ხდება ოქროსფერი და ხრაშუნა. იხვის კანი კერძის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. მანამ სანამ ჩვენი იხვი სერვირდება, მოგვიტანეს მეორე კერძი. ელე ისეთი მშიერია, გადაღება არც დამაცადა. ეს ბრინჯის ფუმფულა პურები ძალიან შეუყვარდა აქ ყოფნისას. ძალიან მოეწონა. აი ასეთი პურებია, სადაც ბოსტნეულში მომზადებული ხორცი უნდა ჩადოთ. მართლაც უგემრიელესია რეკომენდაცია ჩემგან. და აი ისიც. მისი უდიდებულესობა პეკინური იხვი. აი ასე მოგვიტანეს. ქვემოთ პატარა სანთლებიანთია, რომ არ გაციudes კერძი. თავდაპირველად მის შეხვევაში დამეხმარდნენ და მასტერკლასი ჩამიტარეს. როგორც კადრში ხედავთ, შებრაწული ბატი თავისი კანებით соуსში უნდა ამოავლოთ და ბოსტნეულთან ერთად მოათავსოთ. აი ასეთ ცხელ ბლინებზე. გადაახვევთ და მიირთმევთ გემრიელად. პირველი ელენემ დააგემონა და ძალიან მოეწონა. დროა მეც დავაგემონო. მართლაც რომ ძალიან გემრიელია. საკმაოდ უცხო გემო აქვს. ახლა მევცდი შეხვევას. აი ასე სასურველ ნაჭრებს შეარჩევ და გადაახვევ ბლინებივით. მარტივია. ასევე იქ გოგოებმა მირჩიეს, რომ დაბრაწული კანები შაქარში ამომევლო და ისე გამესინჯა. ცოტა შევყო ყვანდი, სად ხორცი და სად შაქარი, მაგრამ საუცხოო გემო ჰქონდა. მოტკბო, მოხრაშუნო დაბრაწული კანი, მოკლედ დასაგემოვნებლად ნამდვილად ღირს და თქვენც ცადეთ. ბოლოს აი ეს კერძი შემოგვიტანეს. ვერ მივხვდი რა იყო, როგორც ამიხსნეს ჩვენი ბატისგან, რაც დარჩა. თურმე